დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც ოქროს ზოდების შემოტანაზე დღგ-ს გადასახადი მოიხსნა. ოცნებამ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და 12 ნოემბერს დაამტკიცა. საქართველოში დამატებითი ღირებულების გადასახადი 18%-ია. უკრაინის დაზვერვის მორიგი წარმატებული სპეცოპერაცია და მოტყუებული რუსეთი. უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მეთაური დენის კაპუსტინი ცოცხალია. უკრაინამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ომში მოკლეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ იმისთვის, რომ რუსების მიერ კაპუსტინის ლიკვიდაციისთვის დაწესებული ჯილდო $9 მილიონი მიეღოთ. დღეს დაზვერვის მეთაურმა ბუდანოვმა კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციის დეტალები გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ ფული უკრაინის სპეცრაზმს მოხმარდება. ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა, ქვეყნის ეროვნული ვალუტა ლევი ევრომ ჩაანაცვლა. ბულგარეთი ევროზონის წევრი ეკონომიკური კრიზისისა და საპროტესტო აქციების ფონზე გახდა. მასშტაბური პროტესტის გამო ქვეყნის მთავრობა 11 დეკემბერს გადადგა. 40 წლიანი ისტორიის შემდეგ MTV-მ დიდ ბრიტანეთში მუსიკალური არხები დახურა. 31 დეკემბერს მუშაობა 5 არხმა შეწყვიტა. მაუწყებლობას მხოლოდ MTV HD გააგრძელებს. მიზეზი სხვა მუსიკალური პლატფორმების განვითარება და სატელევიზიო მაუწყებლობის მიმართ ინტერესის კლება გახდა.